თქვენი მკაცრი დედის მზერა. კამერაში. რომელია თქვენი შვილების საყვარელი ფრაზა, რომელიც ჭკუიდან გშლით? თავი დამანებე. დამანებე თავი, ამაზე გიჟდები. რამდენჯერ დაგირეკეს ბავშვებმა რაც აქ? თეატრჯერ უკვე. რომელი უფრო ადვილია, ხუთი შვილის დაძინება თუ კაბის შერჩევა ამ საღამოსთვის? კაბის შერჩევა. რა არის ისეთი კითხვა თქვენი შვილებისგან, რომელიც ჭკუიდან გშლით? კითხვა არა, უფრო ხშირად ყველაზე მეტად ჭკუიდან მშლის დედა 5 ლარი ჩაბირიცხე. თქვენი აზრით, სახლში ახლა ყველაფერი რიგზია თუ მისაღებში ომია? მისაღებში ომია, რა თქმა უნდა. რა უფრო მეტად გინატრებათ, ახლა დაძნებული შვილები თუ სული სიჩუმე? ახლა ისეთი ბედნიერები თუ ტკბები, რომ საერთოდ ფიქრის დავი არა მაქვს. არის ის, რაც მხოლოდ მრავალშვილიანმა დედამ იცის. მრავალშვილიანმა დედამ იცის რა არის სიმშვიდე და როგორ მოიპოვოს ეს, იმიტომ რომ სხვადასხვა შეუძლებელია რომ გაუწვეს ბევრ შვილს. კაბა მაღალხოსტიანი კედები თუ ჰუდი? კედები, შარვალი და ჰუდი. აი, გამოვისვარე. რა არის თქვენი საიდუმლო იარაღი, როცა ბავშვები არ ეძინებენ? აი, მე ეგ რა კითხვა, ვერ გაქვს სხვადასხვა იარაღი გვაქვს. იცი რა არის, ძირითადად მე მგონია, რომ როდესაც მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვი ხარ, ძირითადად იცინებ და ემორჩილები მშობელს, იმიტომ რომ იცი რომ მას ბევრი ყავს და შესაბამისად, როდესაც ერთი ბავშვი იცინებს, სხვა ბავშვებიც მიყვებიან. ანუ მთავარიაო, ხო იცი, მრავალშვილიან ოჯახში პირველი შვილი აღზარდო სწორედო და შემდეგ მიყვება ესე ნაკადად. მე ისე მგონია. იცი, პრაქტიკა არ მახსენდება რო არ იცინებდნენ. შესაბამისად, პასუხიც არ მაქვს ესეთი კონკრეტული. აღიარა, დღეს ტელეფონის ხმა ხომ არ გაქვთ გათიშული? კი, გათიშული მაქვს. თქვენი პროფესია? დედა, მეუღლე, საჯარო მოხელე, რამდენი შვილი გყავთ? 4. როცა სახლში ვინმე რამეს აფუჭებს, ვის სახელს ყვით ინსტრუქტორად? პეტრე. რა ნივთს ეძებთ მუდმივა და ვერ პოულობ? წინდებს. რამდენი შვილი გყავთ? 5. თქვენი პროფესია? ფსიქოლოგი. სამალავი ხო არ გაქვთ შოკოლადების? არა, არ რჩება. რა პროფესიის ბრძანდები? დიზაინერი. ჩემი დიზაინი შექმნილი 60-ში. თუ ახლა დაგირეკეს და გითხრეს, შვილმა რაღაც გააფუჭა, თქვენი რეაქცია? მიჩვეული ვარ უკვე. აბსოლუტურად მშვიდი. მამა ამ წუთებში რას აკეთებს? ბავშვებს უვლის ძიძად არის. სახლში რო შეხვდათ, რას გითხავთ პირველი? აი მე წაიყვანე ყველა ბავშვი.